გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. როგორ იქნება ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სამეფო მუზეუმი. რუბრიკაში პორტრეტი შეხვდებით მსახიობ ბახვაწერებიანს. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივის პროექტთან დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელ დოკუმენტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრაზე მონაწილეებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ. სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დევნილთა შემწეობის სისტემის რეფორმის გახმაურებულ პროექტზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საინფორმაციო პორტალ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, დოკუმენტის პროექტი შეჯერების პროცესშია და საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია. განსაკუთრებული სიფრთხილით განიხილება ის საკითხები, რომლებმაც დევნილებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იქ არის ზაობა, რომ მოხდეს შეჯერება. არის ზაობა იმისა, რომ დევნილთა პრობლემები არ გაუარესდეს. შემოთავაზებულსა და განწყობას შორის მიდის შეჯერება, რომ ამ შეჯერებული ვარიანტი გახდეს საბოლოოდ მისაღები ყველასათვის. როგორც ითქვა, ძალიან უხეშად არ გამომივა, ვთქვათ, ყველა იყოს მაყურებელი. შეუძლებელია ეს, არ არის შეუძლებელი. არ არის შეუძლებელი, თუ კარგად იმუშავებ, კარგად მოუძებნით და ამიტომ არ მინდა ახლა ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკო ამაზე. იმიტომაც რომ დევნილს რაც არ უნდა შესთავაზო, გუშინ იყო ერთ-ერთი გადაცემა, 5 დინა ოქრო, ის არასდროს არ იქნება მაყურებელი სანამ არ დაბრუნდება. სანამ არ დაბრუნდება, შვედ არის დაბრუნებაში. ამიტომ პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს ლაპარაკი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე, პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს ლაპარაკი სოხუმთან ურთიერთობის დალაგებაზე, ჩვენ სამეზობლებში ურთიერთობის დალაგებაზე, დასავლეთის მხარდაჭერის გააგრძელებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გადაულახავი არ არის. რაც შეეხება დევნილთა სტატუსს, ვახტანგ ყოლბაია განმარტავს, რომ შესაძლოა სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდეს შემწეობის გაცემის ახალ წესთან დაკავშირებით, მაგრამ განსახილველი დოკუმენტის არც ერთ ვარიანტში არ არის საუბარი სტატუსის მოხსნაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მოკლედ გააცნო აფხაზეთში კონფლიქტამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში და ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. შეხვედრაზე დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. როგორც ბულგარეთის ელჩმა აღნიშნა, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ ტრადიციას გვაქვს შეეული შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან. ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში. განვიხილეთ ყველა ასპექტი დაწყებული საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობიდან და დამთავრებული იმ პრობლემებით, იმ პროექტებით, რომელსაც ახორციელებს აფხაზეთის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით დევნილებში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქალბატონმა ელჩმა აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, გალში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. მთავარია, რომ პოლიტიკური ნებარი პრობლემები, რომელიც აქვს დევნილებს, ეს პრობლემები გათვალისწინებულია.
შეხვედრას ქართველი ავტომრბოლელი ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბიზნესმენი დავით კვარაცხელიაც ესწრებოდა. ბულგარეთის პრესა ხშირად წერს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე სოხუმელ დავით კვარაცხელიაზე. მისი სახელი ჩვენთვის ცნობილია ჯერ კიდევ აფხაზეთიდან. 1992-93 წლების ომამდე ის ბიზნესმენი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ქალბატონი ივანოვა არის ბულგარეთის ელჩი საქართველოში. ამასთან დაკავშირებით მინდოდა რომ გამომეჩინე ინიციატივა რამე თუ მე სოხუმიდან ვარ და აქედან მიმეწოდებია ინფორმაცია, ოღონდ ეს ინფორმაცია არ ყოფილიყო არა ჩემგან მარტო, არამედ ყოფილიყო ოფიციალური პირების მიერ. ეს ინფორმაციები უფრო კარგად შეისვალა აფხაზეთის მდგომარეობა. მე როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ბულგარეთში, ამის გარდა ვარ ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი ავტორბოლაში და მინდა ვისარგებლო აი ამ ჩემი ავტორიტეტით, თუ რამე შემიძლია გავუკეთო აფხაზეთის დევნილ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის საელჩო 2017-2019 წლებში ნატოს საკონტაქტო საელჩო იქნება, ხოლო 2018 წელს 6 თვით ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ვიზა ლიბერალიზაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ და ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით აფხაზები და ოსები არ ისარგებლებენ. ასე გამოეხმაურნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური თბილისის შეთავაზებას უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები აფხაზებისა და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გამოყენებაზე. ოფიციალური თბილისის შეთავაზებას დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ სატყვარას უწოდებენ და აცხადებენ, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა კრახით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლებას თუ აწუხებს ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხი, უარი უნდა თქვა საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულია აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაში. ანალოგიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებით ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და მათი ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მოქალაქეებზე არ გავრცელდება. მათი მტკიცებით, მათი მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ. მიუხედავად მარიონეტული რეჟიმის ამ განცხადებებისა, თავად აფხაზი და ოსი მოსახლეობა რას ფიქრობს ოფიციალური თბილისის შეთავაზებაზე. არის თუ არა მათთვის საინტერესო ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა და აიღებენ თუ არა ამისთვის ქართულ პასპორტს, ამას დრო გვიჩვენებს. ამასობაში კი ამ საკითხზე უკვე დადებითი მოსაზრებები გამოითქმის აფხაზურ საზოგადოებაში. თავის დამოკიდებულებას არ მალავს ჟურნალისტი ანტონ კრევენიუკი, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც უვიზო რეჟიმი დააინტერესებთ. ვინც ქართულ პასპორტს აიღებს, აფხაზეთის შიგნით ნეგატიური რეაქცია ელოდება, თუმცა ეს გარდაუვალია. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ქართული პასპორტით ჩაფრინდებიან და იქ სელფებს გადაიღებენ. ისეთებიც ბევრნი იქნებიან, ვინც მათ ამისთვის აფხაზეთში გაკიცხავს. ასე პასუხობს სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრევენიუკის შეკითხვაზე, რამდენად დააინტერესებს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივა. ანტონ კრევენიუკი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესს სავარაუდოდ წარმატება ელის, რადგან რუსეთის მოქალაქეობის მიღება რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ევროპაში მოგზაურობა კი ყველას უნდა. Согласитесь, мы все немного завидуем. ალბათ უნდა გშურდეს ქართულების ვიზა ლიბერალიზაციის. ასეთი შესავალი გაუკეთა რუსული ტელეკომპანიის დოჟდის ტელეწამყვანმა ჟურნალისტ პეტრე რუზავინის სიუჟეტს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. წამყვანის თქმით, თვით სიუჟეტის ავტორი უკვე ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რათა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით ისარგებლოს. თუმცა უცნობია, როგორ აპირებს ჟურნალისტი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ერთბაშად არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესი უვიზო მიმოსვლის გამო ქართული პასპორტისადმი ნელ-ნელა გაიზრდება. ექსპერტი ლევან კიკნაძე თვლის, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი მიზეზებისა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ პასპორტებს აიღებენ. ეს განცხადებები ჯერ ერთი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა ნაბიჯიც არ გაუკეთებია ჩვენ ხელისუფლებას ამ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, არც ერთ ისინი დადებითად არ აფასებენ.
და რასაც ისინი იძახიან, რომ ჩვენ იზოლაციაში ვამყოფებთ მათ, იზოლაციაში თვითონ ამყოფებენ ისინი თავიანთი ტერიტორიების მოსახლეობას. არ აძლევენ საშუალებას განვითარების და ჩვენთან ურთიერთობის აღდგენისა. ასეთი განცხადებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რო გვექნება ილუზიები, რომ მასიურად აიღებენ პასპორტებს და მასიურად გამოიყენებენ ამ ტერიტორიების მოსახლეობა. მასიურად ჩვენ ამას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ დადებითი მომენტი მაინც არის და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან ისინი მე მგონია ისარგებლებენ ამ შეღავათებით. მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ მოლდავეთშიც ასეთივე ვითარება იყო, უпростоრად დნესტრისპირეთში და რო ნახეს მათ, რომ ამ ვიზა ლიბერალიზაციას რა უპირატესობა ჰქონდა დნესტრისპირეთის მოსახლეობამ, გარკვეულმა ნაწილმა მოლდავეთის პასპორტები აიღეს. ეხლა ცხინვალისა და სოხუმის განცხადებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ რაღაც ისეთი არც თუ ისე ალბათ რეაქციის რეჟიმში სხვა ტიპის განცხადებებს ეხლა მათგან ნამდვილად არც უნდა ველოდეთ და მათი მიდგომა რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას. ფიქრობ ნამდვილად ინტერესი ამ პროცესის მიმართ როგორც აფხაზებში, ასევე ოსებში არის და ნამდვილად იქნებიან ადამიანები, ვინც ვის თვალშიც საქართველოს პასპორტებს უფრო მეტი მომხიბლაობა ექნებათ, ვინც ამ პასპორტებს აიღებს. მე არ ამგონია, რომ ეს ახლა ერთიან და მასიურად მოხდეს, ანუ რომ მასიურად გადმოვიდეს თქვათ აფხაზეთის მოსახლეობა აკეთხარეს და აიღოს პასპორტები. იქედან გამომდინარე, რომ იქ საკმაოდ ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება სამწუხაროდ ნარჩუნდება საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვინც ამას გააკეთებს სამწუხაროდ იქნება ჯერჯერობით ეს იქნება დაფარულად. ეწოდინება ალბათ ვინც აიღებს მაქსიმუმ ოჯახის წევრებს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები ალბათ უფრო მეტად აიღებს. შეიძლება ესენი იყვნენ ბიზნესმენები მათ შორის, შეიძლება იყოს სტუდენტები, რომლებსაც განათლების მიღება უნდათ ევროპაში და საქართველოს პასპორტის საშუალებით. ანუ ვისაც აქვს რეალური мотивация, რომ გადაადგილდეს. ეტაპობრივად რაც ადამიანები აიღებენ ამ პასპორტებს, როგორც აფხაზები, ასევე ოსები. ექსპერტების განმარტებით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის მსგავსად გაიზრდება ეთნიკური აფხაზებისა და ოსების დაინტერესება უვიზო მიმოსვლით. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხიც აი ასევე დადებითად წავა. რაც არ უნდა ვუნდოთ ეს სეპარატისტულ რეჟიმებს, ამას წინ ვერ აღუდგებიან. თავარია იქ მოსახლეობამ თვითონ იგრძნოს, რომ ეს მათთვის საჭიროა. თავარია ნდობა აღდგეს და ეს ნდობა რო აღდგება და მიხვდებიან იმას, რომ ჩვენი მხრიდან ეს რაღაც პროვოკაციული ნაბიჯები კი არ არის, არამედ ეს კეთილგანწყობით არის. ეს ყველაფერი გაკეთებული ამ ბოლო დროს და ბოლო წლებში ჩდება ელემენტები ნდობის აღდგენის. ჩვენ თუ სტაბილურები ვიქნებით და ეკონომიურად მოვძლიერდებით, ის მხარეც მოძლიერდება ჩვენი დახმარებით. ამას ხაზი უნდა გაუსვათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ეს ხდება ჩვენი დახმარებით. მაშინ, რა თქმა უნდა, წინ აღარაფერი აღარ დაუდგება ნდობის აღდგენას. საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აბაშიძე კარასინის შეხვედრაზეც გაკეთდა განცხადებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის დაწესებას მიესალმება. თუმცა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება საკითხი, რუსი დიპლომატი მოსკოვისთვის ჩვეულ განცხადებებს აკეთებს. ეს უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა. საქართველო ამაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეაცრულა. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეზღუდვებს მოუხსნის. ევროპა ამჟამად მათ ვიზებს საერთოდ არ აძლევს, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ ასეთი მიდგომა ჰუმანური ნამდვილად არაა.
კარასინმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის წინაშე აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების საკითხს დააყენებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კარასინის განცხადებას ცინიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებენ. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აცხადებს, ცინიზმი ძალადობასა და სიცრუესთან ერთად კრემლის პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებზე რეალურ ზრუნვას, იგი უკვე გამოხატა როგორც ევროკავშირმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. ოკუპირებული რეგიონების კანონიერ მაცხოვრებლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეებით ისარგებლონ და ეს მათ მშვენივრად იციან. აცხადებს ჯემალ გამახარია. აფხაზეთის ძმათამკვლელ ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ბევრ ქართველთან ერთად არაერთი აფხაზიც შეეწირა. ადამიანები, რომელთა თავგანწირვა საქართველოს უახლეს ისტორიას ღირსეულ მაგალითებად შემორჩება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეჟბა, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბეთაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობის სხვა წევრები. ეს ის გმირები არიან, რომლებმაც უარი თქვეს სოხუმის დატოვებაზე და სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს. მათ მოწამეობრივ სიკვდილზე დღემდე ბევრს საუბრობენ. დაუვიწყარია აფხაზ რაულ ეჟბას აქციელი, რომელიც დაუფიქრებლად დადგა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დამცველად და სიცოცხლეზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია რაულ ეჟბასთან ურთიერთობის წლებს იხსენებს. თითქმის 4 წელიწადი მე მასთან ვიმუშავე, გავიცანი როგორც ბრწყინვალე პიროვნება, გავიცანი როგორც დახვეწილი და რაფინირებული ინტელიგენტი. პიროვნება უკეთილშობილესი, პრინციპული, განათლებული და ამავე დროს ულამაზესი ვაჟკაცი. ის მართლაც აფხაზი კაცის ნამდვილი განსახიერება იყო. ერთნაირად უყვარდა აფხაზის და ქართველის. მე გულიმწყდება, რომ რაულ ეჟბა ასეთნაირად გაწირეს. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის ქართველების მხარეს დადგა. მას ძალიან კარგად ესმოდა ეს საიდან მოდიოდა. რატომ მოხდა ეს, რომელიც ხელუნდრად ინსპირირებული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც დღესაც იგივეს იმეორებენ და იგივეს აკეთებენ. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ რაულ ეჟბას ოჯახს საკუთარი კუთხიდან შორს მოუწია ცხოვრება. მას და მის ოჯახს არაპატიეს და ისტორიული სამართლიანობის მხარეზე დგომა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მისი ოჯახი, მისი მეუღლე სოხუმში არ ცხოვრობდა. გულიმწყდება მე დღეს, რომ ქალბატონ დალი მოსკოვში გარდაიცვალა და ისიც არ აღირსეს აფხაზმა ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა, რომ იმის უფლება მაინც მიეცათ, რომ თავის საკუთარ სახლში რამდენიმე საათით დაესვენებინათ. ქალბატონი დალი ეჟბა ხვინგია, ჩვენი უდრეკი მებრძოლი გმირის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის და სიყვარულის ხმალ ამოღებული დამცველის. სოხუმში გმირულად დაცემული ბატონი რაულ ეჟბას მეუღლეს აეროპორტიდან პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებენ და დაკრძალავენ შვილის გვერდით, რადგან არც ერთმა ნათესავმა სოხუმში არ ისურვა და ვერ გაბედა. რამოდენიმე საათით მაინც მშობლიურ ქალაქში დასამშვიდობებლად დაესვენებინა ამ ღირსეული და ნატანჯი ქალბატონის ცხედარი თავის სახლში, რადგან ეჟბების სახლი ცხადია გადაბუგულია. ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში პარლამენტარი ადამ არშანია. ადამიანები როგორც რაულ ეჟბა არასოდეს არ მოხდებიან და ყოველთვის იქნებიან ისინი როგორც მაგალითი ურთიერთობისა, რომელიც მომავალში აღსგება და მომავალში ისევ და ისევ თავის ჩვეულ რიცხვ და ბუნებრივ კალაბოს დაუბრუნდება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი მეცნიერის მათემატიკოსის რევაზ აფსავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. 1993 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის სტაჟიორ-მკვლევარი, რომლის მეცნიერ ხელმძღვანელი გახდათ პროფესორი ელიზბარ ნადარაია. მეცნიერული მუშაობა 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც წარმოადგინა საკანდიდატო დისერტაცია. მისი მეცნიერების გვირგვინი იყო მისი სადოქტორო დისერტაცია. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოესწრო მის დაცვას. რამოდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. თბილისში სადოქტორო საბჭოს ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი მეცნიერი აკადემიკოსი ხარატიშვილი და მან პრინციპულად დასვა საკითხი, რომ ეს შრომა უნდა იყოს დასული. და მართლაც მოხდა დასვა რეზოს გარეშე და მიენიჭა მას ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ძალიან ცნობილ რეიტინგურ ჟურნალებში რეზო მოიხსენიება მისი შრომით და ხდება ციტირება რეზოს შედეგებზე. ეს ციტირება დღე იზრდება. მე მიწევს ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადო მთელ კოლექტივს, მთელ ფაკულტეტს, მთელ ჩვენს უნივერსიტეტს. 65 წლიდან ჩვენ პირველი კურსიდან მოყოლებული ერთად ვსწავლობდით და ერთად ვმუშაობდით ყველა ეტაპზე. ყველაფერი ერთად გავიარეთ. სამწუხაროდ მოხდა ასე, რომ უდროოდ დატოვა ეს დიდი გულის ტკივილი და მე დღეს ამაყივარ მთელ ოჯახთან ერთად ამ ტკივილთან მიმართებაში. აი ტკივილი მეორე პლანზე გადადის, რომ ის დაფასებულია თავისი კოლექტივის, მეგობრების, მეცნიერების მხრიდან. აქ აღინიშნა, რომ ეს იყო საქართველოს ისტორიაში მეორე მათემატიკოსი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მის გარეშე მოხდა მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვა და მომხსენებელი ამ მომენტში იყო მისი კონსულტანტი, აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ზოგადად უნივერსიტეტი აღნიშნავს გამოჩენილი მეცნიერის, მათემატიკოსის ბატონ რევაზ აფსავას დაბადებიდან 70 წლის თავს. ბატონი რევაზი იყო ძალიან კარგი მეცნიერი, ძალიან კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი პიროვნება და მხოლოდ ესეთი სიტყვებით შეიძლება შეამკო მისი პიროვნება, ასე ვთქვათ, იშვიათი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაიმე ცუდი გაიხსენოს ბატონი რევაზის შესახებ. ის პირადად მე მასწავლიდა და მხოლოდ ესეთი დადებითი ემოციები მასენდება მის ირგვლივ. ის იყო სოხუმის უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი და გამორჩეული ხელმძღვანელი. მისი წვლილი იმდენად დიდია, რომ ის ყოველთვის დარჩება ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი სკოლის ისტორიაში. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს მიაგებს უდიდეს პიროვნებას. ძალიან კარგ მეცნიერს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ბრწყინვალე პედაგოგს და რაც თავარი უმაღლესი განათლების სკოლის ბრწყინვალე ორგანიზატორს. მისი თაოსნობის ზუსტად ამ ფაკულტეტის ბაზაზე 2001-3 წელს ჩატარდა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციები მათემატიკის და გამოგვენით მათემატიკის ხაზით. რეზო აფსავამ გაიარა გზა უბრალო რიგითი მასწავლებლიდან ფიზიკა-მათემატიკის, შემდგომში მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თავმჯდომარედ. რეზო აფსავა იყო პიროვნება, რომელიც ყოველთვის სტუდენტების გვერდით იდგა პროფესორ მასწავლებლების გვერდით. იმ პერიოდში ბატონ რეზო აფსავას დეკანობის დროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მუშაობდნენ ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აწუკვე აკადემიკოსი ვახტანგ კოკილაშვილი, აკადემიის წევრი კორესპონდენტი ბატონ ელიზბარ ნადარაია, ცნობილი მეცნიერები ბატონი დავით გორდეზიანი, ჰამლეთ მელაძე და სხვები. რევაზ აფსავას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული უმაღლესი სკოლისა და მეცნიერების წინაშე. ღონისძიებას პროფესორები, აკადემიკოსები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ისაუბრეს პროფესორის მეცნიერულ მიღწევებსა და შრომებზე. ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, მწერლები, მსახიობები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თეატრალური კრიტიკოსი ძალიან რთული დილემის წინაშე დგას. მან უნდა შემოუნახოს შთამომავლობას საკუთრივ თეატრის ნამუშევარი, სპექტაკლი. უდიდესი მნიშვნელობისაა ამ თეატრალური კრიტიკოსის მოღვაწეობის მნიშვნელობა. გავითვალისწინე რა სოხუმის თეატრის დღევანდელი მდგომარეობა, რომ ეს არის უნიკალური მდგომარეობა, რომ თავისი მამულში ორი თეატრი, ცხინვალისა და სოხუმის თეატრი არის დევნილი. ასეთი რამ მე მგონია მსოფლიოში არ არსებობს. და რამდენიმე მსახიობის პორტრეტი შევიტანე. ეს არის იმ ადამიანებთან გამოთხოვების ფორმა, რომლების დამსახურებაა, რომ მე ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და სპეციალისტი და ამ ორივე წიგნს მე დავარქვევდი მადლიერების გრძნობით აღსავსე ნაწერს, რომელიც მიუძღვენი თეატრს, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც თავის დროზე თესავს სიკეთეს. წიგნში მხოლოდ თეატრზე თავმოყრილია სხვადასხვა დროს გამოცემული სტატიები, რომლებიც მოგვითხრობენ სპექტაკლებზე, თუ როგორი ცხოვრა ნახევარი საუკუნის მანძილზე ქართულმა თეატრმა, როგორ რეაგირებდა სოციო-კულტურულ ცხოვრებაზე და როგორ აისახა იგი სცენაზე. წარმოდგენილია მსახიობთა პორტრეტები და ზოგადად თეატრის ისტორია, ხოლო მეორე წიგნი არ მხოლოდ თეატრზე ეხება თეატრის იმ პრობლემებსა და დილემებს, რომლებიც ქმნის სასცენო ხელოვნებას. ქალბატონი ნათელა არველაძე გახლავთ სოხუმის კონსტანტინ გამსახურდიას სახელმწიფო დრამატული თეატრის მემატიანე და არა მარტო ჩვენი თეატრის მემატიანე. მე რაც თავი მახსოვს, ქალბატონი ნათელა სოხუმში ყველა პრემიერას ესწრებოდა, მასზე წერდა რეცენზიებს. შემდგომ ქალბატონი ნათელა ჩვენთან ერთად მოგზაურობდა ყველა გასტროზე აბსოლუტურად. ჩვენთვის ის ძალიან ახლობელი ადამიანია. ის არის სოხუმის კონსტანტინ გამსახურდიას სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი ოჯახის წევრი. ეს არის გამოჩენილი თეამცოდნე ხაზგასმით ვამბობ, რომელიც წერს თეატრზე, მსახიობებზე და ეს არის თეამცოდნე, რომელსაც ძალიან მორიდები ელოდებოდნენ მის რეცენზიებს თეატრები და მსახიობები. არ არსებობს, რომ მან რამეს გვერდი აუაროს და ზუსტად ისე არასახოს, როგორც ის ხედავს. მე ერთ ამას ვუსურვებდი, რომ დიდხანს მინდა სიცოცხლე ვუსურვო, იმიტომ რომ ძალიან არ ეწყირება თეამცოდნეებს არ არიან ამ რანგის თეამცოდნეები დღეს საქართველოში. ჩვენი ხსენება, პირადად ჩემი ხსენება ამ წიგნში ეს უკვე დიდი დაფასება, იმიტომ რომ ეს არის დაფასება იმ ადამიანის, რომელიც არის ქართული თეატრის ერთ-ერთი კომპრომისი თეატრონი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აი ამ წიგნში, სადაც ჩემზე წერია, მით უმეტეს ნათელა არველაძის ჩემდამი დამოკიდებულება და ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მე თითქმის დავიბადე და გავიზარდე ჩემ თეატრში, იმიტომ რომ ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი საყვარელი პროფესია და ყველაფერი რაც კი იწერება თეატრზე, დიდი სიხარულით ვღებულობ ამას და მადლობელი ვარ ნათელასი, რომ მაინც ხანდაზმულობა ძალიან სევდიანია ჩემთვის, იმიტომ რომ ვარ ხანდაზმული და როდესაც გაგიხსენებს ასეთი თეატრმცოდნე როგორც ნათელა არველაძეა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მას ძალიან უყვარდა სოხუმი. და როდესაც ჩამოდიოდა და სპექტაკლს ესწრებოდა, ჩვენ უკვე სხვანაირად ვიყავით. მისი ყოფნა ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო. ჩვენ ყველა წამსვლელები ვართ ამ ქვეყნიდან და ის უტოვებს ახალგაზრდა თაობას, რომ ვინ იყვნენ სოხუმის თეატრში და ამას ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აფხაზეთი დროებით დავკარგეთ, მაგრამ მაინც ვინ იცის როდის დავბრუნდებით. მიხარია რომ მე მოვხდი ამ წიგნში, რომ მე რაღაცა მიკეთებია სოხუმის თეატრში, ჩემს თეატრში. ამ თეატრში მე 3 წლიდანა ვარ. სეპარატისტული რეჟიმი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სამეფო მუზეუმის შექმნას აანონსებს. თუ როგორი მეთოდებით და რა არტეფაქტებით იქმნება ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სამეფო მუზეუმი ჩვენ სიუჟეტში. ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი კულტურულ-ისტორიული ძეგლის განადგურებისა და ეგრეთ წოდებული რესტავრაციის შედეგად ზოგიერთ ტაძარზე ქართული კვალის წაშლის შემდეგ
მარიონეტული რეჟიმის სამიზნე ახალი ათონის მთაზე მდებარე ანაკოფიის უძველესი ციხესიმაგრე გახდა. ანაკოფიის უნიკალური კომპლექსი მრავალი ნაგებობისგან შედგება და მორწმუნეებისა და დამთვალიერებლებისთვის განსაკუთრებით ხირებულებას წარმოადგენდა ტაძრის საკურთხევლის კედელი, რომელშიც ჩაშენებული იყო ისტორიული არტეფაქტები. საზოგადოების გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ ტაძრის ფრაგმენტებისა და ისტორიული ფილების დემონტაჟის შესახებ. საკურთხევლის კედლიდან არტეფაქტების დემონტაჟის ფაქტმა ისტორიკოსი და არქეოლოგი ნატალია მილოვანოვაც შეაშფოთა. არქეოლოგმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი სათაურით განწირული ანაკოფია. ნატალია მილოვანოვა ატყობინებდა საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს მიერ დაცული ობიექტის საკურთხევლის კედელი განადგურებულია. საზოგადოება აღაშფოთა მეთოდებმა, რომლითაც იყო განხორციელებული ანაკოფიის კომპლექსში ეს უკანონო ქმედება. ამასთანავე არქეოლოგი მილოვანოვა გამოქვეყნებულ წერილში ამ ვანდალიზმის ჩამდენთა კომერციულ ინტერესებს უსვამს ხაზს. თანამედროვე მსოფლიო სხვადასხვა ცივილური მეთოდებით, კამერებით, სიგნალიზაციით იცავს თავის კულტურულ მემკვიდრეობას. ანაკოფიის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ეგრეთ წოდებულმა დირექტორმა ალხას არგუნმა კი ასე ვთქვათ, ძეგლის დაცვის თავისებური გზა პირდაპირ დემონტაჟი აირჩია. მისი ინიციატივით ტაძრის საკურთხევლის კედლიდან ფილებს რამოდენიმე დღე პერფორატორის საშუალებით ანგრევდნენ, რაც ვანდალიზმია და სხვა არაფერი. სამუშაოების თვითნებურად ჩატარება შესაბამისი ნებართვისა და საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე დანაშაული და არაკანონიერი ქმედებაა, წერს არქეოლოგი. უძველესი არტეფაქტებისგან შექმნილი საკურთხევლის უნიკალური კედელი განადგურებამდე ასე გამოიყურებოდა თითქმის 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მე-5-მე-10 საუკუნეების ადრე ქრისტიანული და შუა საუკუნეების რელიეფური ქვები მე-19 საუკუნეში ათონელმა ბერებმა შეკრიბეს და ისტორიული კედელი ააგეს. თითოეული ქვა უნიკალური იყო, თუმცა როგორც აფხაზური მედია იუწყება, გამოუგნებელი სურათი დახვდა ადგილზე მისულ თვითმხილველებს. ნათლად ჩანს ქვის ნატეხები, რომელიც ამომტრეულია პერფორატორით. კიდევ უფრო შემაშფოთებელი და გასაკვირია ანაკოფიის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ეგრეთ წოდებული დირექტორის ალხას არგუნის განმარტებები მისი ქმედების გასამართლებლად. როგორც იგი აღნიშნავს, ანაკოფიის უნიკალური ძეგლი თურმე არასწორად ყოფილა აშენებული. გაუგონარ ვანდალიზმს კი ნაკრძალის ეგრეთ წოდებული დირექტორი ძეგლის გადარჩენის მიზნით ხსნის და იქვე განმარტავს, რომ ძეგლი ტურისტებისგან გადაარჩინა და დე-ფაქტო აფხაზეთის მუზეუმში გადაიტანა. ალხას არგუნი აცხადებს, რომ ნებართვის შესახებ მან ეგრეთ წოდებული კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას მიმართა, მაგრამ მათგან პასუხი არ მიიღო. ამის შემდეგ მან საკურთხევლის კედლიდან არტეფაქტების თვითნებური დემონტაჟი დაიწყო. არგუნის თქმით, ყველა ამოტეხილი არტეფაქტი გადაიტანა დე-ფაქტო აფხაზეთის მუზეუმში, რომელიც მომავალში ეგრეთ წოდებულ აფხაზთა სამეფოს მუზეუმად უნდა გადაკეთდეს. ვანდალური ქმედების ავტორს უკვირს რამ აღაშფოთა საზოგადოება. მისი აზრით არტეფაქტების გადატანა ეგრეთ წოდებულ ქვეყნის მუზეუმში ახლებულად დაანახებს ამ ობიექტს ადამიანებს. ამ საკითხზე თავისი პოზიცია ეგრეთ წოდებულმა კულტურის სამინისტრომაც გამოხატა, რომელსაც კითხვები აქვს იდეის ავტორისადმი, რადგან ეგრეთ წოდებულ უწყებას მასზე დემონტაჟის ნებართვა არ გაუწია. დე-ფაქტო მინისტრი ელვილა ალცარია აღნიშნავს, რომ ახალი ათონის ეგრეთ წოდებულ მუზეუმს სახელმწიფო სტატუსი არ აქვს და შესაბამისად სახელმწიფო ვერ დაიცავს მუზეუმში შენახულ უნიკალურ არტეფაქტებს. ამ უკანონო ქმედებას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისიის თავმჯდომარე ოლეგ ბღაჟბაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიას თანხმობის უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ რეკომენდაცია გასცა. მისი განმარტებით დემონტაჟის ნებართვა ალხას არგუნს კულტურის სამინისტროსგან უნდა აიღო. მან თვითშემოქმედებას მიმართა, ასკვნის ოლეგ ბღაჟბა. ეგრეთ წოდებულ კულტურის სამინისტროში თვლიან, რომ ისტორიულ-კულტურული ნაკრძალ ანაკოფიის ეგრეთ წოდებულმა დირექტორმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და ამიტომაც მის მიმართ ადმინისტრაციული ზომების მიღებას გეგმავენ. ეგრეთ წოდებული უწყება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივითაც გამოდის, რათა მომავალში ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის დამნაშავეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მსგავსი ფაქტების განსახილულად სპეციალური კომისიაც შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური კომისია წებელდის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლის განადგურების შემდეგაც შეიქმნა. მაშინ აფხაზური საზოგადოების პროტესტს მხოლოდ სამუშაოების დროებითი შეჩერება მოყვა. დე-ფაქტო ხელისუფალ დამნაშავეები კი ამ დრომდე არ გამოუვლენიათ. ანაკოფიის უნიკალურ კომპლექსში არტეფაქტების განადგურების შემთხვევაშიც ეგრეთ წოდებულ თვითშემოქმედ დირექტორსაც ჩადენილ უკანონობაზე სავარაუდოდ პასუხს ალბათ არავინ აგებინებს. ქართული მხარე გმობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების ფაქტებს და ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო მონიტორინგს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.
ეს გადატანილია რაღაც გაურკვეველ შენობაში, ესეთი უწესრიგოდ აწყვია დაზიანებული უკვე არტეფაქტები. ამდენად დარღვეულია აი აბსოლუტურად ყველა პირობა ამ ესე ძველ ესე იგი ხელოვნების ნიმუშებთან მოპყრობისა და რეალობა ასეთია რომ კი მზად არის თქვა ეს საერთაშორისო კორპუსი და საერთაშორისო სპეციალისტები უცხოელი სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე და შეისწავლნენ ეს ვითარება, მაგრამ იქ აი ამ გარკვეული ამ პოლიტიკური ვითარების გამო შეუძლებელია ასე ვთქვათ მოხვედრა. რასაც დარწმუნებული ვარ ბლოკავს რუსეთი. სამწუხაროდ ჩვენ ხელფეხი გვაქვს შეკრული ეს ამისი აღკვეთა ძალიან ძნელი არის. ამდენად ჩვენ ერთადერთი ძალა გაგვაჩნია რომ მიმართოთ სოფლიოს საზოგადოებას და ვაუწყოთ სწორედ აი ამ ასე ვთქვათ ესეთი ვანდალური ფაქტების შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აცნობა მომხდარის შესახებ და მათი პროტესტი ცენტრალური უწყების განცხადებაში უკვე აისახა. ანაკოფიის ციხესიმაგრის კომპლექსში ტაძრის საკურთხევლის კედლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა. საინტერესო იყო ის, რომ მსგავსი კონცენტრაცია სხვადასხვა ეპოქის ესე იგი ამ რაოდენობის არტეფაქტების და სხვა ადგილას აფხაზეთში სხვაგან არ იყო აღმოჩენილი. ეს კედელი არ არსებობს უკვე. ეს 80-მდე არტეფაქტი იქ არ არის ადგილზე დარჩენილი, მაგრამ ისე და ისე მათივე თქმით, რაც გადარჩა ამ დემონტაჟს, ამ ვანდალური გზით განხორციელებულ დემონტაჟს, ის გადატანილია დე-ფაქტო მუზეუმში. ფაქტიურად მათივე მხრიდან მოხდა ან აღიარება იმ შედეგისა, რაც დადგა და მათივე მხრიდან მოხდა აღიარება იმისა, რომ როგორც რომელიც აღნიშნე, მომზაურებულია ვანდალური აქტები კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და გაძლიერებულია შავი არქეოლოგიის მიმდევართა აქტიურობა. ფაქტი ის არის, რომ დღეს უკვე ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელმაც დაახლოებით 150 წელი ესე იგი შეინარჩუნა პირველადი სახე, დღეს არ არსებობს, იგი განადგურებულია და შემდგომში რა ბედი ეწევა გადარჩენილ არტეფაქტებს ჩვენთვის უცნობია ჯერჯერობით. მიუხედავად იუნესკოს, ევროკავშირის, მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის იკომის მსგავს ფაქტებზე არაერთი პროტესტისა საოკუპაციო რეჟიმი და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აგრძელებენ თვითნებურ და უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ირაკლი გელენავა ამბობს, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი სამიზნე გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გახდა, სადაც ეგრეთ წოდებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ქართული კვალი წაშალეს და ტაძარს ძველი იერსახე შეუცვალეს. პირდაპირ ზემოქმედების ბერკეტებს მოკლებულია ქართული მხარე და ბუნებრივია შესაბამისად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოები. ერთადერთი შეფერხების შესაძლებლობას ჩვენ ხედავთ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტენსიურად ინფორმირებითა და მათი გააქტიურებითა და მათი ჩართულობით. აუცილებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის, ესე იგი მონიტორინგის მიზნით ჩასვლა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ეწევა შეთანხმება და ვერ ხერხდება. ოკუპირებულ აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარე ისტორიის გაყალბებით. ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე ქართული კვალის წაშლით საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ისტორიული წარსულის მოსპობას. უნიკალური თოჯინების შემქმნელი მეთოჯინე ბახვა წერედიანი რუბრიკაში პორტრეტი. ქუჩა ხელოვანს მეტ თავისუფლებას ანიჭებს და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში ეხმარება. ამბობს მსახიობი და ანიმატორი, ქუჩის თეატრი ნიკოლოს დამაარსებელი ბახვა წერედიანი. მე ყველაფერი ქუჩამ მომცა. პროფესიული თვალსაზრისითაც ჩემი შემოქმედებაც ქუჩამ შექმნა. ამას გებულობდნენ როგორც დასასრულს, როგორც ფინიშს, როგორც ფინალს დაუშვათ, რომ რა გექნა სხვა და მოხვედი ქუჩაში და აქ რაღაცნაირად თავს ირჩენ. მე ამ საკითხს მეორენაირად უყურებ. მე ამას უყურებდი ყოველთვის როგორც სტარტს ქუჩიდან. ეს იყო სტარტი ჩემთვის და ეხლა ეს არის ჩემი სიამოვნება და ეს არის იმ ბავშვების და იმ მაყურებლის პატივისცემა, რომელიც ყოველდღე აქ დადის. გაგრიდან დევნილი მსახიობი მიიჩნევს, რომ სამსახიობო ხელოვნება გადატანილი ტკივილისა და დაგროვილი ემოციების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც მისთვის პროფესიის არჩევა შემთხვევითობა არ ყოფილა. თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბახვა წერედიანმა სცენასა და ეკრანზე არაერთი როლი განასახიერა.
თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ქალაქში და მიიღოთ ენერგიული ზომები ცხოვრებთა დასახმარებლად. შენ ყველა დანარჩენი შეკრიბე და ყველა დარჩენილი გამოსასვლელი დაკეთე. თვითი არ უნდა გამოგეპაროს დროზე ყურადღება. დროზე ერთი შეიარაღებული კაცი აქაც ნარჩით კაცო. თუმცა ბუნებით ნოვატორი სულ ახლი ძიებაში იყო და არც თუ უშედეგოდ. ძალიან მალე რეზო გაბრიაძე ცნობილი მარიონეტების თეატრალური დასის წევრი გახდა. ვაკანსია იყო ესეთი გადაცემა და იქ აცხადებენ რომ რეზო გაბრიაძე თეატრში იწვევს მსახიობებს. ეს იმდენ დაუჯერებელი იყო, ხა ვიცნობდი მას, ვიცნობდი რა დისტანციურად მის თეატრს. რახან ეს ვაკანსია იყო, ჩავთვალე რომ უნდა მეცადა. რეზო გაბრიაძესთან მოხვდი თეატრში, ეს იყო რაღაცა დაუჯერებელი მაშინ. პირდაპირ სცენაზე პირდაპირ მითხრა რომ შენ ეს მთავარი როლები უნდა ისწავლო ირეპეტიციო და შენ ამ ყოველ სპექტაკლში შეცვლი ამ ადამიანს რომელსაც მიყავს რეპერტუარი. მე საუბარში ითქვა რომ მე სახში სუვენირებს ვაკეთებ. მითხრა რომ შენ სახელოსნოში წვერ ჩახედოდიო. იქნებაო თოჯინებთანაც გეცადაო რა. აიცი. ჩავედი სახელოსნოში. ვეხმარებოდი ესე ვთქვათ რაღაცა შესაკეთებელი იყო თოჯინა. აბა თუ შეძლებ რაღაცას გავაკეთებდი როგორც წესი რაღაცები გამომდიოდა ხოლმე. ბახვა წერედიანმა მარიონეტების თეატრში 3 წელი იმუშავა და იქიდან წამოსვლის შემდეგ ამ სახეობის პოპულარიზაციის სხვა ხერხს მიაგნო. ამჯერად თავად გამოძერწა თოჯინას სახელად ნიკოლო და აკადემიური სცენიდან ქუჩაში გადაინაცვლა. გაგრძელება იყო ალბათ ნიკოლოს გაკეთება. სახლში დავჯექი და დავიწყე ძერწვა. არაფერი მანამდე მე ნაძერწი არ მქონდა, ავიღე ფოტო და დავიწყე ნიკოლოს ძერწვა. სტრუქტურულად თავისთავად ტექნოლოგიურად ეს როგორ კეთდებოდა, ეხლა თეატრიდან ვიცოდი, ხო, ესე რასაც ვაკეთებდით. მაგრამ ეხლა მას მექანიზმები აქვს, მე იმას ის უნდა ამოძრავდეს, ის უნდა გააცოცხლდეს, ხო, და ესეთი კონკრეტული შეხება იმ პერიოდში რაღაცა არ მქონდა და მოკლედ ნელ-ნელა დავიწყე კეთება. როგორც კი დავიწყე, ვიცოდი, რომ მე ამ თოჯინას გარეთ გავიყვანდი ქუჩაში და ვიმუშავებდი. არ ვიცოდი, რამდენი შემოსავალი მექნებოდა როგორ. ქუჩაში მოდიხარ და აქ რაღაცა პერფორმანსი ხდება რა. თან მე სულ ვარ მოწოდებული, რომ სულ რაღაცა ახალი იყოს, რაღაცა პასუხისმგებლობა მაქვს მე ჩემ მაყურებელთან. ქუჩის მაყურებელი ხა ზოგადია, ხო, ქუჩის მაყურებელი არ არის 1 2 100 1000 კაცი, მაგრამ არ ვიცი თბილისში ხა ვისაც ჩაულია რუსთავზე ყველა მიცის რა. რომ ჩამოილიან, შეხედავენ, ვა ახალია, მოვა და გეკითხება რა. რამე ახალი ხო არ არის? აი, რაღაცა ეს სიტყვა მყარდება. მე ვიოლინე ნიკოლოს პიანისტი სებასტიანი მოყვა, მერე სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი და დღეს ისინი ბევრნი არიან. სტივ უანდერის გამოძერწვისა და გაცოცხლებისთანავე ბახვა წერედიანი პროექტ ნიჭიერის მონაწილე გახდა. ნიჭიერი ისეთ საშუალებებს აძლევს ადამიანს ჩვენი მასშტაბით და შეიძლება გარეთაც, იმიტომ რომ ვისაც სურვილი აქვს გარედანაც გნახავს რას აკეთებ და უამრავი ადამიანი მენეჯერი სხვადასხვის აი ესე ყურადღებით ათვალიერებს ამ ვიდეოებს. სცენაზე გამოვედი მარიონეტით რაღაცა აი მარიონეტის შარმი აქვს რაღაცა ისეთი თოჯინას რა აი არ შეიძლება რომ რაღაცა ცუდად აი თუ რაღაცა საშინელება არ გააკეთა ადამიანმა ხო თოჯინა თავის თავში უკვე რაღაც ისეთ სიტყვას და დადებით ემოციას ატარებს პირველ დროს გავედით, მე გადარჩევასაც გავედით თავისთავად და ნახევარფინალში გამოვიყვანე ჯექსონი. ნახევარფინალში უკვე ხმები იყო და ნუ ხმები ახლა ვეღარ მოვაგროვეთ იმდენი რომ ფინალში გადავსულიყავით. პროექტ ნიჭიერში მონაწილეობის შემდეგ ახალი შემოთავაზებები მიიღო. მისი ხელოვნებით მაროკოში საქართველოს კულტურის ატაშე რუსუდან ფიცხელაური დაინტერესდა და ასე დაიწყო მისი გასტროლები მაროკოს სამეფოში.
ჩემი გასტროლი სამჯერ მაროკოს სამეფოში. ნიჭიერის დამსახურებას, შესაძლოა წავედით მე და ვადაჭკორია ზურა. ჩვენი ცნობილი ილუზიონისტი, მქონდა ერთსაათიანი პროგრამა გაყოფილი შუაზე. ჩემი და მისი ნომრები ესე ერთმანეთს ენაცვლებოდა და გამოდედის სცენაზე, ეს იყო პირველი ჩვენი გასტროლი ერთად მაროკოში. ყველა ცნობილ სცენაზე ვითამაშეთ. ყველა დიდი თეატრი რაბათის სამეფო თეატრში ვითამაშეთ. ბახვა წერედიანს ხშირად ნახავთ რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი თოჯინებითა და ერთგული მაყურებლით გარემოცულს. მსახიობი და ანიმატორი საყვარელი საქმითაა დაკავებული, თანამშრომლობს ბავშვთა გასართობ ცენტრებთანაც. სამომავლოდ საინტერესო გეგმები აქვს. ეხლა დაკავებული ვარ მარტო მარიონეტებით. მუშაობ ქუჩაშიც, დაბადების დღეებზე გამოძახებებზეც დავდივარ, ცალკე ხარ ვცდილობ როგორმე ჩემი სპექტაკლი გავაკეთო ბოლოს და ბოლოს, მაგრამ რაღაც არ გამოდის, ფინანსურად ვერ ვეწევი იდეებს და ნააზრევებს, მაგრამ ალბათ ნელ-ნელა მივალთ იქამდეც. თოჯინებიდან ბახვა წერედიანს გამორჩეულად ნიკოლო უყვარს, თვლის რომ ის მისი არც თუ მარტივი ცხოვრების თანამონაწილე და განუყრელი მეგობარია. ეს პირველი თოჯინა ალბათ ჩემს იმდროინდელ სევდას ყველაფერს ატარებს ალბათ. იმიტომ ის ჩემთვისაც და არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა არც ერთი თოჯინის ნახვა არ უნდა. ამის გარდა კიდე თეატრსაც მისი სახელი ერქმევა, იმიტომ რომ იქიდან შედგა ყველაფერი. მსახიობის ნამუშევრების პირველი შემფასებლები მეუღლე ქეთი ბერიძე და შვილი ნიკოლოზია. ყავს ერთი ბიჭი ნიკუშა. სიმბოლურად ხდება ჩემს საქმეში რაღაცა ნიკოლო და ნიკუშა ლამის ერთი ხნის არიან რა. ეს საქმე და ნიკუშა ერთი ხნის არიან. მის წინ იზრდება ესე და ყალიბდება თოჯინა და ყველაფერი იცის და რაღაცა მისთვის ეს გასაოცარი რაღაცა ისეთი არ არის, ეს მისი რეალობაა და ყოველდღიურობაა. ბახვა წერედიანს აფხაზეთი და მშობლიური ქალაქი დღემდე ენატრება. მის მეხსიერებას გაგრა სილამაზის და სიკეთის ქალაქად შემორჩა. თავს ბედნიერად ჩათვლის, თუ კი მიეცემა შესაძლებლობა და იქ მცხოვრებ მოზარდებსაც გააცნობს თავის საყვარელ მარიონეტებს. ჩვენი ბავშვობის დროინდელი გაგრა იყო პატარა და ძალიან თბილი. ძალიან ცოტა იყო თითქოს ბოროტება, შეიძლება ესე მინდა რომ ჯეროდეს, მაგრამ მართლა ესე მახსოვს, რომ ძალიან ცოტა იყო და ადამიანები უფრო თბილად იყვნენ ერთმანეთთან, უფრო თითქოს უფრო რაღაცა ერთად იყვნენ. და არავინ არ ელოდა იმას, რაც მოხდებოდა. მე ის ყველაფერი მახსოვს და ის ჩემი ნაწილია. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.